მზადება 26 მაისის შეკრებისთვის მზარდი შიდა დაპირისპირების ფონზე. 2 თვის წინ 9 პოლიტიკური ძალის მიერ დაფუძნებულ ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოება დაანონსებული აქციის თარიღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ცალკეული წევრები ალიანსის სამოქმედო სტრატეგიის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავენ და გაერთიანების წევრებს პასიურობის გამო საყვედურობენ. მსგავს პრეტენზიებს ადრესატები თავდასხმებად და ალიანსის შეთანხმების პუნქტების დარღვევად მიიჩნევენ. მხარეები ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და მიმართვებსაც არ ერიდებიან. უთანხმოება რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებზე და 26 მაისისთვის სამზადისზეც აისახება. ამ მომრჩევლებთან შეხვედრებს ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებიან. შიდა კონფლიქტებისა და დაპირისპირების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა. რა იგეგმება 26 მაისს და რამდენად აქვთ ურთიერთთავდასხმების რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ აქტორებს ელექტორატის მობილიზების რესურსი. თათია ტაბეშაძე დეტალებით. იქცევა თუ არა 26 მაისს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული შეკრება იმედგაცრუების მორიგ ეპიზოდად. პირველი უთანხმოება 9 პარტიისგან შემდგარ ალიანსში სწორედ დამოუკიდებლობის დღეს შეკრების იდეამ და სტრატეგიამ გამოიწვია. სკეპტიციზმი და ურთიერთბრალდებების ტალღა ჯერ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოქვეყნებულ გზავნილებს მოჰყვა, რომელმაც ინიციატივა დაიწუნა და ალიანსელ პარტნიორებს, რომლებიც ერთ დროს მისი გუნდის წევრები იყვნენ, გაყიდულები და მოღალატეები უწოდა. ამჯერად კი ალიანსმა შენიშვნა მეორე ყოფილი ლიდერისგან მიიღო. ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციის პასიურობით უკმაყოფილოა. თუ 26 მაისს რამეს აკეთებთ, 26 ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში, გააგებინეთ ხალხს. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მსგავსად რევოლუციის მომხრეა, როგორც ჩანს, სულ არაფერს 26 მაისს შეკრებას ამჯობინებს, მაგრამ შიშობს, რომ ახალი ალიანსის უმოქმედობისა და საზოგადოების ნაკლები ჩართულობის გამო ხალხი რუსთაველზე არ გავა. როგორც ირკვევა, მსგავსი შიშები მხოლოდ ხაბეიშვილს არ აქვს. მის და მის საპასუხო განცხადებაში ალიანსის წევრმა ზურა გირჩიჯაფარიძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მხარდამჭერების სიმრავლე არ აქვთ და მომხრეების შეკრება სასწაულთან გააიგივა. თითქოს ვინმეს ან მე ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაცა ის კონდეს განსაკუთრებული ვალდებულებები კონდეთ ან რაღაც სასწაულები ჩავიდინოთ. კიდე არის რომ პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს, მეგონება მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს ამ ხალხის გამოყვანა. მაგრამ მე საერთოდ ისიც არ მესმის, რატო ფიქრობს ვინმე რომ მე ამ იმეს ხალხის რაღაცა არ ვიცი გაღვიძების ის ამაქვს ვალდებულება. ზურა გირჩიჯაფარიძის მსგავსად ალიანსის შესაძლებლობებზე ხალხის შეკრების ნაწილში ჯერ არავის უსაუბრია. თუ არ ჩავთვლით ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც პარტნიორებს მუდმივად ახსენებს, რომ რეალურად მას ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ამ და სხვა შეხედულებების გამო 9 წევრიან ალიანსში მიხეილ სააკაშვილის პარტია გვერდზე დგას, თუმცა არც გაერთიანების დატოვებას გეგმავს. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსში მუშაობას და კონკრეტულად იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც გვაქვს. იღებთ ყველა დემონსტრაციაში, ყველა გამოსვლაში, ყველა ქართველი ხალხის შეკრებაში მონაწილეობას. ეს არის არაერთი წელი, სხვა ვიდეოზე და განცხადებაზე გულწრფელად ვერაფერს ვერ გეტყვით. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები 2 თვის წინ შექმნილ ალიანსში, სადაც უკვე 3 კვირაა მწვავე დაპირისპირება, არადა ალიანსში ყოფნის დეკლარირებული პირობა, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა და ურთიერთპატივისცემა. გაერთიანების 9 წევრიანი შემადგენლობიდან 1 ნაციონალური მოძრაობა, 6 პარტია კი მისგან წასულების მიერაა დაფუძნებული. იმის გამო, რომ მათი ძირითადი სახეები სწორედ ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან არიან დაკავშირებულები, ალიანსის ნამდვილ ლიდერად არაწევრი ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებენ. თავად ალიანსს კი მისი არსით ხელოვნურად აფასებენ. ზოგადად ალიანსი იყო ჩერგოს, გვარამიას და ასეთი ფსევდოოპოზიციონერების, ქართული ოცნების მიერ მოსყიდული ადამიანების პოლიტიკაში დატოვების და გადარჩენის ასე ვთქვათ პროექტი და თუ ისევ ქართული ოცნება არ ჩაასხავს ფულს და ისევ არ დააფინანსებს გვარამიას, როგორც 24 წელს გააკეთა, ისევ არ დააფინანსებს ჩერგოს და ასე შემდეგ, ეს ალიანსი გაქრება ისე როგორც ბევრი სხვა გაერთიანება გამქრალა. ალიანსში შექმნილი სურათი ქართული ოცნებისთვის მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მის ოპონენტებს რეალურად
ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და მხოლოდ პირადი ამბიციები აწუხებთ. თავად გაერთიანებას კი მმართველი გუნდი ამ შემთხვევაშიც გარედან მიღებული დავალებების ნაწილად მიიჩნევს. გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ ვალდებული არა ვარო ხალხთან მქონდეს ურთიერთობა და ასე არ იქცევია ნამდვილი ხანი. ვერ მიდიან ქართულ ხალხთან და რისი გაკეთება უნდათ. ამას ვერ უხსნიან. უკვე ნათლად ჩანს, რომ არც არაფრად მიაჩნიათ ეს საქმიანობა. რას ქვია, პოლიტიკოსი ამბობდეს საქართველოში, რომ მე თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ ქართულ ხალხს რამე გავაგებინო და ჩემი ნააზრევი მიუტანო. ამ ხალხს ყველას ერთადერთი ვის მიმართაც აქვთ ანგარიშვალდებულებას გზნობენ, ერთადერთი ვისაც გზნობენ, ეს არიან უცხო ძალები და ხედავ ჩვენ, რომ ისინი თავს ლაღად ვერ გზნობენ რეგიონში შეხვედრები და ხალხთან შეხვედრებში. ისინი თავს ლაღად გზნობენ ელჩებთან, ოფისებში, ლაღად გზნობენ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, ვინაიდან საიდანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გზნობენ საკუთარ ანგარიშვალდებულებას და ის დაკვეთა, რაც მათმა ამორჩეველმა მისცა 2022 წელს, ნახეთ, როგორ მოეპყრენ ამ დაკვეთას, მანდატები დახიეს და გადაყარეს ნაგვის ურნაში. აი ეს არის მათი დამოუკიდებულება ქართულ საკუთარი ამორჩევლის და მხარდაჭერის მიმართ. რაც უფრო ახლოვდება დამოუკიდებლობის დღე, სულ უფრო მატულობს სკეპტიციზმი. რამდენად შეძლებენ გაერთიანების წევრი პარტიები თუნდაც ფორმალურად ერთიანობის დემონსტრირებას და მხარდამჭერების მობილიზებას.